გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 14-ზე, მე ქეთი ქაშაკაშვილი ვარ, გამოშვებაში ნახავთ. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი დღეიდან ოფიციალურად ამოქმედდება. გერმანიის ელჩის განცხადება, რომელსაც მმართველი გუნდი ქსენოფობიათ და შუღლის გაღვივების მცდელობა დაფასებს. საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფია გამოვლენილი. ჯგუფის მიერ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობის, საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობის და ორგანიზების, ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების ფაქტებზე 3 ადამიანია დაკავებული, 6-ის მიმართ კი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია საქართველოს 366 მოქალაქის ვინაობა, რომლებმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მისაღებად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მიმართეს. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ეგრეთ წოდებულ кейსებში არარსებულ ისტორიებს წერდნენ, თუ როგორ დევნიდნენ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის პოლიტიკური შეხედულების თუ სექსუალური ორიენტაციის გამო. აღნიშნული ისტორიების გამყარების მიზნით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს და სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხებს ითხოვდნენ. ბრალდებულები 4 მოქალაქის კუთვნილ $10,000 ამერიკულ დოლარს დაეუფლნენ, თუმცა მათ საქართველოს მოქალაქეებს დახმარება არ გაუწიეს. გარდა ამისა, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოს მოქალაქეებს კანადის ვიზის მიღებაში დახმარებასაც პირდებოდნენ. ერთ-ერთმა ბრალდებულმა კანადის ვიზის მიღებაში დახმარების მიზნით $800 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ პროკურატურის ოპერატიულ თანამშრომელს დაუმზადა ყალბი საბანკო ამონაწერი ცნობა სამსახურის თაობაზე, თითქოს და ეს უკანასკნელი დასაქმებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ყალბი დოკუმენტაცია. ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში ასევე გამოვლენილია კიდევ ერთი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. ჯგუფის წევრებმა 65 საქართველოს მოქალაქეს ამერიკის საელჩოში წარსადგენად დაუმზადეს და გადასცეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, რომელთა გამოყენებითაც მოქალაქეთა ნაწილმა შეძლო ვიზის მიღება. ვიზის მიღების შემდეგ მათ $112,000 ამერიკული დოლარი ხელზე გადასცეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს. მას შემდეგ, რაც წარმოშობილი ეჭვების საფუძველზე საელჩომ დოკუმენტების ნაწილი გადაამოწმა, გამოვლინდა დანაშაულებრივი ჯგუფის სიყალბე, რის გამოც ყველა მოქალაქეს, ვისაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ეხმარებოდნენ, ვიზა გააუქმდა. მიუხედავად აღნიშნულისა, 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ფინანსური სარგებლის სახით მოქალაქეებისაგან მიიღეს $142,786 ამერიკული დოლარი, $15,095 ლარი და $1,560 ევრო. ქსენოფობიურ განცხადებად და შუღლის გაღვივების მცდელობად ფასდება საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადება. პეტერ ფიშერი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით ქართულ ხალხს არ სურს იყოს თურქი, რუსი, ირანელი ან აზერბაიჯანელი. მმართველი გუნდისთვის ელჩის ეს გზავნილი მიუღებელია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა. ქრონიკამ მკითხვით მიმართა გერმანიის საელჩოს, ამ შეფასებების ფონზე უნდა ველოდოთ თუ არა პეტერ ფიშერისგან განმარტებას და ბოდიშის მოხდას. ზოგიერთმა ქართველმა ზუსტად იცის რა არის ევროკავშირი და რას ნიშნავს მასში გაწევრება, რა უფლებებსა და პრივილეგიებს ითვალისწინებს, აგრეთვე ვალდებულებებს, რომლებიც ამას მოჰყვება. სხვები უბრალოდ ამბობენ, მე ვარ ქართველი, მაშასა და მე ვარ ევროპელი. სურს ევროპული მომავალი ჩემი შვილებისა და შვიდი შვილებისთვის და ამასთან არ მიმაჩნია უკეთესი ალტერნატივა. არ მსურს ვიყო რუსი ან თურქი, ირანელი ან აზერბაიჯანელი. მხოლოდ სომხეთთან ერთად ყოფნა შესაძლოა არასაკმარისი იყოს. ბატონი პეტერი სამფრაზიდან ნათლად ჩანს, რომ იგი საკუთრივ ქართულად ყოფნას არასაკმარისად თვლის. საჭიროა ქართული დამატებით მეორე იდენტობას ფლობდეს. საინტერესოა, ასე ფიქრობს თუ არა იგი გერმანელობაზეც.
სინამდვილეში ესაა გერმანიის ისტორიით დაღდასმული მგრძნობელობა, როდესაც წარსულის გაქრობა უფრო დიდ იდენტობაში გათქვებით წარმოგიდგენია და ეს მის ბოლო ინტერვიუშიც კარგად ჩანს. ჩვენ გვქონდა მეორე მსოფლიო ომის შედეგად გაყოფილი, განადგურებული ქვეყანა. ევროკავშირი იყო ცივილიზებულ სახელმწიფოთა წრეში დასაბრუნებელი ბილეთი. საქართველოს ამ მხრივ არც თავისი წარსული აქვს გასაქრობი და არც ცივილიზებულთა წრეში დასაბრუნებელი ბილეთი ასაღები. ევროკავშირი დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოთა თანამეგობრობაა. ყოველ შემთხვევაში ის ევროკავშირი, რომლისკენაც ქართველებს სწრაფვა სურთ. გათქვეფილი იდენტობის კავშირს საბჭოთა კავშირი ჰქვია. წარმავალმა ელჩმა კი უმჯობესია იმაზე იფიქროს, როგორ ქვეყანაში მოუწია ჩამოსვლა და რამდენი რამ ვერ გაიგო აქაურობის. ეს რა თქმა უნდა არის ცალ-ცალ ქსენოფობიური განცხადება. მით უმეტეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდოს საკუთარ თითოეულ სიტყვას, განსაკუთრებით ამ რეგიონში. საკმაოდ მოწყვლადი რეგიონია და თითოეული ასეთი განცხადება შეიძლება გახდეს საწყისი ეტაპი ესკალაციის ქვეყნებს შორის, ერებს შორის. ეს ჭირვეული ბავშვის საქციელი, რასაც ეს ადამიანი უკვე ამდენი წელია აკეთებს, ყოველგვარ ზღვარს გადადის უკვე, რა თქმა უნდა, პიროვნულ საკითხებს გადააყოლა ქვეყნებს შორის ურთიერთობებიც, რაც რა თქმა უნდა მიუღებელია ჩვენთვის, ჩვენ დიდი მოლოდინით ველოდებით იმ მომენტს, როდესაც ის დატოვებს საქართველოს და ჩვენ გვექნება ახალი ელჩის პირობებში იმედია შესაძლებლობა, რომ აი ეს ძალიან მძიმე პერიოდი ჩავაბაროთ წარსულს. ჩვენ მივესალმებით იმას, რომ ამ ადამიანს მალე ამოეწურება თავისი საქმიანობის ვადა და დაუბრუნდება საკუთარ ქვეყანას. იმედი გვაქვს, რომ გერმანიის მთავრობას ეყოფა გონიერება და საქართველოში გამოაგზავნის ისეთ ელჩს, რომელიც პატივსცემს გერმანიის საქართველოს ურთიერთობების ასე ვთქვათ ღირსეულ წარსულს. ევროპელი ელჩები მაშინ, როდესაც ისინი განუხრელად უნდა ზრუნავდნენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისთვის, ურთიერთობების გაღრმავებისთვის. მუშაობდნენ სახელმწიფო ინსტიტუციებთან, საქართველოს პარლამენტთან, მთავრობასთან და ასე შემდეგ, დაკავებულები არიან პროცესების რადიკალიზაციით. როდესაც ევროპელი ელჩი პირდაპირ არის ჩართული რადიკალურ პროცესებში. პირდაპირ უჭერს მხარს ორგანიზებულ ძალადობას ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ესეთი ადამიანისგან ჩვენ არ გაგვიკვირდება არც ქსენოფობიური განცხადებები, არც ძალადობისკენ და ძალადობის სამახალისებელი განცხადებების გაკეთება. დიპლომატიური ნორმების დარღვევა და უსამართლო მიდგომა საქართველოს მიმართ ასე აფასებენ გერმანელი პოლიტიკოსები ოფიციალური ბერლინის პოზიციას. ალტერნატივა გერმანიისთვის წევრები აცხადებენ, რომ ამ ფორმით გერმანიის ხელისუფლება უგულებელყოფს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. უკვე მერვე თვეა ოფიციალური ბერლინი პროცედურებს აჭიანურებს და საქართველოს ელჩის გარწმუნებათა სიგელს არ იბარებს. გასული წლის ოქტომბრიდან საქართველოს ელჩი გერმანიაში ჯერ კიდევ არ არის აკრედიტირებული და ეს სრულიად მიუღებელია. უცხო ქვეყნის ელჩებმა თავიანთი რწმუნებათა სიგელები რაც შეიძლება სწრაფად უნდა წარადგინონ. ისევე როგორც გერმანია ელოდება, რომ მისი ელჩები სხვა ქვეყნებში დროულად იქნებიან მიღებულნი, იგივე პრინციპი უნდა მოქმედებდეს სხვების მიმართაც. ეს მდგომარეობა ასევე აშკარად არათანაბარია. ამავე პერიოდში რწმუნებათა სიგელები პრეზიდენტს გადასცეს კონგოს, ფილიპინების, ლიბანის, კანადის და მრავალი სხვა ქვეყნის ელჩებმა, მაგრამ არა საქართველოს ელჩმა. ეს მიუღებელია. ჩემი აზრით, მიზეზი კვლავ ის არის, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ბოლო არჩევნების გამო სჯის. ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში. არჩევნები არჩევნებია და შედეგებს პატივი უნდა სცენ როგორც გერმანიის, ისე ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს გერმანული დიპლომატიისთვის ნამდვილად სამარცხვინო ფაქტია. ამ საკითხს ყურადღებით შევისწავლი პირადად. იმედი მაქვს, რომ არსებული პრობლემები მოგვარდება და საქართველოს ხალხთან ურთიერთობები რა შეიძლება მალე დაუბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ქმედებები ეწინააღმდეგება დიპლომატიის ნორმებს და სხვა არაფერია თუ არა პროვოკაცია. როგორც ჩანს, ბერლინს არ სურს საქართველოში არსებული პოლიტიკური რეალობის მიღება. მსგავსი ქმედებები საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტისთვის პირდაპირ გამოწვევას წარმოადგენს. ცხადია, ეს ნაბიჯი გეოპოლიტიკურად არის მოტივირებული. როგორც ჩანს, არც ბრიუსელი და არც ბერლინი არ არიან მზად მიიღონ ის ფაქტი, რომ საქართველოს არ სურს მეორე უკრაინად იქცეს. ისინი ასევე უკმაყოფილოები არიან საქართველოს გადაწყვეტილებებით დაიცვას ქრისტიანული და ტრადიციული ღირებულებები იმ იდეოლოგიის ფონზე, რომელსაც მისი მომხრეები ვოუკ იდეოლოგიას უწოდებენ. გერმანიამ უნდა იმუშაოს საქართველოსთან კონსტრუქციული დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად, რაც გულისხმობს ალექსანდრე კარტოზიას ბერლინში ელჩად აკრედიტაციას და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს პრეზიდენტთა სიიდან სალომე ზურაბიშვილის სახელის ამოღებას. ბაქო თბილისი ყარსის სარკინიგზო ხაზი დღეიდან ოფიციალურად ამოქმედდება. ღონისძიება ამ წუთებში იწყება, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ.
ბატონო პრემიერ-მინისტრო, ქალბატონო მინისტრო, პატივცემულო აზერბაიჯანის, თურქეთის და სომხეთის ტრანსპორტის მინისტრებო, კაბინეტის წევრებო, მოწვეულო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. ჩვენთვის დიდი პატივია დღეს აქ ახალ ქალაქში აღვნიშნოთ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სრულმასშტაბიანი ექსპლუატაცია. ეს დღე სიმბოლურია როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე რეგიონისთვის, რადგან სატრანსპორტო ქსელს ემატება ახალი, სრულიად თანამედროვე სტრატეგიული ინფრასტრუქტურა, რომელიც აკავშირებს ევროპას აზიასთან და ქმნის ახალ შესაძლებლობებს სავაჭრო, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. ახლა კი მაქვს პატივი ტრიბუნასთან მოვიწვიო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი კობახიძე. ბატონო პრემიერო, გთხოვთ. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ქალბატონ მარიამ ქრუიშულს, მივესალმები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრს ბატონ რაშად ნაბიევს, მივესალმები თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ბატონ აბდულქადირ ურალოღლუს, მივესალმები სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მინისტრს ბატონ დავით ხუდატიანს, მივესალმები მაღალი რანგის სტუმრებს ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან, მივესალმები საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წევრებს, მოგესალმებით ღრმად პატივცემულ სტუმრებს. ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს მონაწილეობას ვიღებ ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში. ეს არის ისტორიული მნიშვნელობის პროექტი. ეს არის საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და სამაგალითო თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი. ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთი რეგიონში განხორციელებული ერთ-ერთი უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომლის სიგრძე მარაბდიდან თურქეთის საზღვრამდე 180 კილომეტრში ადგენს, საიდანაც რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 153 კილომეტრ ლიანდაგს და აშენდა 27 კილომეტრი სიგრძის სრულიად ახალი თანამედროვე სტანდარტების სარკინიგზო ხაზი. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით, რომელიც 2017 წლიდან დღემდე სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებდა, საპილოტო რეჟიმში გადაიზიდა 1,8 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი, მათ შორის 90,000-მდე კონტეინერი. ამ პერიოდის განმავლობაში მკაფიოდ გამოიკვეთა სატვირთო გადაზიდვების მზარდი დინამიკა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ სატრანსპორტო დერეფნის ეკონომიკურ და ლოგისტიკურ მნიშვნელობას. ეს სარკინიგზო ხაზი შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, შუა დერეფანს კი ევროპისა და აზიის დაკავშირებადობაში, როგორც მოგეხსენებათ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მარშრუტის სრულად ამოქმედებით სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენი რეგიონის სატრანზიტო შესაძლებლობებს და კიდევ უფრო აძლიერებს შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას. ეს პროექტი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს გლობალური გამოწვევებისა და კრიზისების ფონზე, როდესაც საერთაშორისო სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიკაცია და უსაფრთხო სატრანსპორტო ქსელები ეკონომიკური განვითარების უმთავრესი წინაპირობებია. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი კიდევ უფრო ახლოვებს ევროპასა და აზიას და აძლიერებს ჩვენი რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას მსოფლიოს სავაჭრო და ლოგისტიკურ ქსელში. საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის, არამედ რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველიცაა. სწორედ ამ ხედვიდან გამომდინარე, საქართველო აქტიურად განაგრძობს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის ანაკლის ხმლათწყლოვანი პორტის მშენებლობას, საერთაშორისო აეროპორტების გაფართოებასა და მოდერნიზაციას, ავტომაგისტრალებისა და სარკინიგზო ქსელის განახლებას. ეტაპობრივად იზრდება შესაბამისი სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი ქვეყნის, როგორც ევროპისა და აზიის საიმედო და ეფექტიანი დამაკავშირებლის როლს. საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების მიმართულებით საქართველოს მრავალწლიანი მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს როგორც თურქეთსა და აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და სხვა პარტნიორ სახელმწიფოებთან. სწორედ ამ სამაგალითო თანამშრომლობის შედეგია დღევანდელი წარმატებაც. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან და ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში. გილოცავთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულად ამოქმედებას და ჩვენ ქვეყნებს კიდევ უფრო მეტ წარმატებას და კიდევ უფრო მეტ განვითარებას უსურვებთ. დიდი მადლობა. გმადლობთ ბატონო პრემიერო, ახლა კი ტრიბუნასთან ვთხოვთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ქალბატონ მარიამ ქრუიშვილს.
მოგესალმებით, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი კობახიძეს, მივესალმები აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრ ბატონ რაშად ნაბიევს, მივესალმები თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ბატონ აბდულქადირ ურალოღლუს, მივესალმები სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ბატონ დავით ხუდატიანს, მივესალმები ჩვენ სტუმრებს უზბეკეთიდან, ისევე როგორც ყაზახეთიდან, მივესალმები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რა თქმა უნდა საქართველოს მთავრობის წევრებს, დეპუტატებს და მოგესალმებით თითოეულ თქვენგანს პატივცემულო სტუმრებო. ჩემთვის დიდი პატივია დღეს ეს ისტორიული დღე თქვენთან ერთად აღვნიშნო ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სრულფასოვანი ამოქმედება მნიშვნელოვანი მოვლენა არა მხოლოდ საქართველოსთვის, თურქეთისა და აზერბაიჯანისთვის, არამედ სრულიად ჩვენი რეგიონისთვის და ცენტრალური აზიისთვის. ეს პროექტი წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოების სტრატეგიული პარტნიორობის, საერთო ძალისხმევისა და გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი ხედვის თვალსაჩინო მაგალითს. განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ დღევანდელ ღონისძიებას ესწრებიან ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები. ჩემი კოლეგები და მეგობრები, ტრანსპორტის მინისტრები, რომელთა პირად ჩართულობასაც გადამწყვეტი როლი აქვს შუა დერეფნის პოტენციალის სრულ რეალიზებასა და მის შემდგომ განვითარებაში. გასული წლის განმავლობაში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებულმა თანამშრომლობამ შესაძლებელი გახადა ბაქო-თბილისი-ყარსის სრულფასოვან ექსპლუატაციაში მიღებისთვის საჭირო მნიშვნელოვანი საკითხების დროული გადაწყვეტა და წარმატებით დასრულება, რაც ჩვენი რეგიონის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისთვის, დაკავშირებადობისა და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. პროექტის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდა მარაბდა-კარწახის 180 კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის რეაბილიტაცია და მშენებლობა, მათ შორის ახალი და რეაბილიტირებული ხიდები, თანამედროვე სტანდარტების სადგურები, წევის ქვესადგურები, საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი სასაზღვრო სარკინიგზო გვირაბი და ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგური, რომელიც ამ პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვანძია. ბაქო-თბილისი-ყარსი დღეს უკვე წარმოადგენს მნიშვნელოვან დამაკავშირებელ რგოლს ევროპას, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს შორის. ბოლო წლებში მსოფლიოში განვითარებულმა პროცესებმა კიდევ უფრო ნათლად აჩვენა უსაფრთხო, საიმედო და პროგნოზირებადი სატრანსპორტო მარშრუტების მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ იზრდება შუა დერეფნის მიმართ საქართველოს ინტერესი და სწორედ აქედან გამომდინარე იზრდება ჩვენი ქვეყნების მნიშვნელობა აი ამ მნიშვნელოვან პროცესში. ამ ტენდენციას კონკრეტული შედეგებიც ადასტურებს. 2025 წელს საქართველოს გავლით ჩინეთიდან და ყაზახეთიდან კონტეინერული გადაზიდვები 33%-ით გაიზარდა, ხოლო ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტზე გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა თითქმის 6-ჯერ აღემატებოდა წინა წლის მაჩვენებელს. ეს მიუთითებს არა მხოლოდ მზარდ მოთხოვნაზე, არამედ მარშრუტის დიდ პოტენციალზეც. ამ მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. მარაბდა-კარწახის მონაკვეთის ეფექტიანი მართვის მიზნით დაფუძნდა ერთობლივი საწარმო, ხოლო აღნიშნულ მონაკვეთზე გადაზიდვების ოპერირებას ექსკლუზიურად ახორციელებს საქართველოს რკინიგზა. ბაქო-თბილისი-ყარსი საქართველოს გრძელვადიანი სატრანსპორტო ხედვის განუყოფელი ნაწილია. ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან, აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალთან, რკინიგზის მოდერნიზაციასა და სხვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად ეს ქმნის ახალ სატრანსპორტო არქიტექტურას, რომელიც აძლიერებს საქართველოს როლს, როგორც საიმედო პარტნიორის და ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო და სატრანსპორტო ნაკადების ერთ-ერთ მთავარ დამაკავშირებელ რგოლს. დასასრულს მსურს გულწრფელი მადლობა გადაუხადო პროექტის განხორციელებაში ჩართულ ყველა მხარეს. განსაკუთრებით კი ცხადია და გამოვყო აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი ბატონი რაშად ნაბიევი, თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ბატონი აბდულქადირ ურალოღლუ, ჩვენი სამივე სამინისტროების კურატორი, მინისტრის მოადგილეები, ისევე როგორც მარაბდა-კარწახის გუნდი, ასევე თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელობი და სრულიად მთელი გუნდი და ასევე თითოეული ის ადამიანი, რომელთა პროფესიონალიზმმა, თავდადებამ და ყოველდღიურმა შრომამ შესაძლებელი გახადა ამ მნიშვნელოვანი ეტაპის მიღწევა. დღევანდელი დღე ნათელი მაგალითია, რომ რეგიონალური თანამშრომლობა, კეთილმეზობლობა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული პარტნიორობა ქმნის ძლიერ საფუძველს მშვიდობის, სტაბილურობისა და
ეკონომიკური წინსვლისთვის. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და ვუსურვებ ჩვენ ქვეყნებსა და მთელს რეგიონს კეთილდღეობას, პროგრესსა და მშვიდობას. მადლობა. დიდი მადლობა ქალბატონო მარიამ. ახლა ტრიბუნასთან ვთხოვთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრს ბატონ რაშად ნაბიევს. Çox hörmətli cənab baş nazir Qabaxidze, hörmətli Պատվցեմլո պրեմիերոմ բատոնոմ Qabaxidze, Uraloğlu, Չեմո hörmətli cənab Պատվցեմլո կոլեգա Bugün burada Փրուկշվილი olmaq mənim üçün böyük şərəfdir. ჩემთვის დღეს აქ ყოფნა დიდი პატივია და მინდა გითხრათ რომ ჩვენ ყველა ამ დღეს დიდი სიხარულით ველოდებედით. Lent kəsmə mərasimi ilə başlamayıb. ბაქო-თბილისი ყარსის პროექტი 2017 წელს ლენტის გაჯრით არ დაწყებულა. ეს პროექტი დაიწყო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერი ჰეიდარ ალიევის სურვილით და ჰეიდარ ალიევმა უკვე იცოდა რომ საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი იქნებოდნენ სტრატეგიული პარტნიორები. ბაქო-თბილისი ჯეიჰანის პროექტის გაგრძელება იყო ბაქო-თბილისი ყარსის პროექტი. Mərkəzi Asiyadan Avropa bazarlarına və əks istiqamətdə malların hərəkəti. Ulu öndər bu vahid və davam edən აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერი ხედავდა ამ პროექტის მომავალს და ბოლო 30 წელიწადში ჩვენ ვნახეთ თუ რამდენად მართალი იყო ჰეიდარ ალიევი. Bir araya gələrək bu dəmir yolun dünyaya açdılar. Həmin an Avrasiya bağlantıları tarixində yeni bir səhifənin açılması. 2017 წელს საქართველოს და აზერბაიჯანის წარმომადგენლები შეხვდნენ ერთად და ამ პროექტის საწყისი ეტაპი დაიწყეს. Və davamlı siyasi iradənin olması vacibdir. ამ პროექტის განხორციელებისთვის და მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრობა, სტრატეგიული hissəsinə sərmayə qoyduq. ურთიერთობები. აზერბაიჯანმა ბოლომდე შეასრულა ეს ყველა მოთხოვნა. Bina və mühəndis qurğusu 5 mərhələdə yenidən istifadəyə verildi. Bu adi təmir işi deyildi. Bu Bakı-Tbilisi qarsın orta dəhlizin əsl onurğa sütununa çevirmək üçün verilmiş məqsədyönlü və strateji. ეს არ იყო მხოლოდ სამუშაო პროცესი, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი 5 dəfə artaraq ნაბიჯი 5 milyon tona çatdırılıb. Bugün Bakı-Tbilisi საქმეში arasında ən rəqabət qabiliyyətli tranzit marşrutudur. და დღეს ბაქო-თბილისი ყარსი არის ერთ-ერთი კონკურენტ შემძლე ტრანზიტული გზა. Cənab İrakli Qabaxidze'nin iştirakı ilə yolun Marabda-Karsak hissəsinin reabilitasiyasını yekunlaşdıran protokol imzalandı. რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ყობახიძის შორის გაფორმდა ხელშეკრულება. Əldə etdiklərimizin heç biri prezident cənab İlham Əliyev və eyni zamanda prezident cənab Rəcəb Tayyip Erdoğan və eyni zamanda cənab baş nazir İrakli Qabaxidze'nin şəxsi liderliyi olmadan mümkün olmaz. ყველა პროექტი, რომელიც განხორციელდა ჩვენს ქვეყნებს შორის, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ყობახიძის და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პირდაპირი უშუალო მონაწილეობის გარეშე. ბოლოს მეც მინდა, როგორც ჩემმა კოლეგამ აღნიშნა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა, განსაკუთრებით ჩემს მეგობარს, ქალბატონ კვირიკაშვილს. მე მჯერა, რომ ეს პროექტი უფრო დაგვაკავშირებს ჩვენს ქვეყნებს. Ძვირფასო სტუმრებო, ტრიბუნასთან ვთხოვთ თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ბატონ აბდულ კადირ ურალოღლუს. Gürcistan'ın saygıdeğer Başbakanı Patritsemlo Premier-Ministro, Sakartvelos
değerli mevkidaşlarım, აზერბაიჯანის და სომხეთის წარმომადგენლებო, hanımefendiler, ministrebo, პატივცემულო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, მინდა სიყვარულით და პატივისცემით მოგესალმოთ ყველას. ბაქო თბილისი ყარსის რკინიგზის სრული დატვირთვით ამუშავება დღეს უკვე შესაძლებელია და ძალიან მოხარული ვარ ამ შესაძლებლობით. პირველ რიგში ბატონ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მინდა მადლობა მოუხადო ჩვენი მასპინძლობისთვის და პატივისცემა გამოუხატო ჩვენი მეგობარი ქვეყნის საქართველოს მთავრობას მადლობა გამოუცხადო. ჩვენ მოწმე ქვეყანა აზერბაიჯანსაც მინდა მადლობა გადაუხადო და ყველას იმ წარმომადგენელს, ვინც დღეს აქ იმყოფება, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. პატივცემულო სტუმრებო, დღეს აქ მხოლოდ ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზის გახსნაზე არ გვაქვს საუბარი. ჩვენ თურქეთი, საქართველო, აზერბაიჯანს შორის ძლიერი თანამშრომლობის და საერთო ხედვის პირველი ნაბიჯებია და უყურებთ ამ პირველ ნაბიჯებს. ამ სამი ქვეყნის ერთობლივი ძალებით განხორციელებული და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი უკვე განხორციელდა და ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ პროექტის განხორციელებას. დღეს საქართველო მხარეს დასრულდა ყველანაირი მუშაობა ამ რკინიგზის სრული დატვირთვით მუშაობისთვის. ამ განვითარებით ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზამ შუა დერეფნის ძალიან დიდი როლი აიღო თავის თავზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ასპარეზზე დღეს ამ რკინიგზის სრული დატვირთვით ამუშავებას. იმიტომ რომ კრიზისულ პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია ალტერნატიული გადაზიდვის საშუალებების არსებობა და ეს მხოლოდ ალტერნატიული საშუალება არ არის, ეს არის მსოფლიო დონის და მსოფლიო მნიშვნელობის სტრატეგიული სარკინიგზო კვანძი და ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ არ არის საკმარისი მხოლოდ და მხოლოდ ალტერნატიული გადაზიდვის საშუალებების ქონა. მნიშვნელოვანია უსაფრთხო ესეთი დერეფნების აქტიურად მოქმედება და სწორედ მუშაობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უსაფრთხო გადაზიდვის საშუალებებს ბაქო-თბილისის ყარსის რკინიგზის მაგალითზე ჩვენ ამას ვხედავთ და როდესაც უკვე დავინახეთ, რომ დასრულდა ეს სარეაბილიტაციო და სამშენებლო პერიოდი საქართველოს მხარეს, საქართველო თურქეთ აზერბაიჯანს შორის ერთი ხედვით გადაზიდვა და საერთაშორისო და მსოფლიო მნიშვნელობის გადაზიდვის დერეფნის შექმნა ერთი ხედვით არის წარმოდგენილი. პატივცემულო სტუმრებო, 21 საუკუნეში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ წარმოების სიძლიერეს, არამედ რამდენად უსაფრთხოდ შეგვიძლია ამ ჩვენი წარმოებული ნაწარმის გადაზიდვა და ამ შუა დერეფნის სწორედ მუშაობა, სწორედ ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო რეგიონისთვის, არამედ მსოფლიოსთვის. მსოფლიო ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზის საშუალებას კი არ უყურებს მხოლოდ, უყურებს რა დონემდე მნიშვნელოვანია და რა დონემდე უსაფრთხო იქნება ეს ტრანზიტული კორიდორი, დერეფანი, რომელიც დღეს იქნება საქართველოს თურქეთ აზერბაიჯანს შორის მნიშვნელოვანი გადაზიდვის კვანძი. აუცილებელია, რომ
birisi haline gelmiş. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდეთ ამ ყველა საკითხს და შუა დერეფნის როლის შესრულება ბაქო, თბილისი, ყარსის, რკინიგზის ამოქმედებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს არა მარტო რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ კვანძად. ჩვენ გადავდგავთ სწორ ნაბიჯებს, რომ სამხრეთ, აღმოსავლეთს და დასავლეთ სამხრეთ, ჩრდილოეთ და დასავლეთ აღმოსავლეთ დერეფნები ამოქმედეს და ეს იყოს საკვანძო ადგილი, სადაც ეს იქნება მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ასევე ჰალკაპიკულეს ამოქმედება და ბევრი ესეთი დერეფნის ამოქმედება რეგიონის სტაბილურობისა, აზიის და ევროპის შორის გადაზიდვების საშუალების მომცემი ესეთი საკვანძო სარკინიგზო მაგისტრალების გახსნა. ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ, ეს პროექტი დასრულდა და ორი კონტინენტის შორის უკვე ტვირთის გადაზიდვა შესაძლებელი იქნება 24 საათიან რეჟიმში. ეს თურქეთს, საქართველოს, აზერბაიჯანს შორის ნამდვილად დიდ ძლიერ და კარგ ურთიერთობაზე არის დაფუძნებული და ჩვენთვის ეს არის საერთო მიზანი. ამ პროექტის დღეს ამოქმედებისთვის ყველას მინდა დიდი მადლობა გადაუხადო, ვინც ამ პროექტში მიიღო მონაწილეობა და ამ პროექტის სრული დატვირთვით ამოქმედებისთვის წვლილი შეიტანა საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის მხარეებს. მსოფლიო ეძებს უკვე საშუალებებს, როგორ გააკეთოს გლობალური გადაზიდვების და გლობალური გადაზიდვების და ვაჭრობის საშუალებების გამოყენება. ბაქო, თბილისის, ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის სრული დატვირთვით ამუშავება ამ ჩვენ რეგიონს და საქართველოს, თურქეთს და აზერბაიჯანს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს ჩვენი მასპინძლობისთვის. ძვირფასო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, დადგა დრო ბაქო, თბილისი, ყარსის სარკინიგზო ხაზის სრულად ექსპლუატაციაში შესვლა ღილაკზე თითის დაჭერით სიმბოლურად აღნიშნოთ. სენაზე ვთხოვთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ქალბატონ მარიამ ქრივიშვილს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრს ბატონ რაშად ნაბიევს და თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ბატონ აბდულ კადირ ურალოღლუს. დიდი მადლობა ბატონებო. ეს იყო ჩართო ახალქალაქიდან ბაქო, თბილისი, ყარსის სარკინიგზო ხაზი უკვე ოფიციალურად ამოქმედდა. ჩვენ ვაგრძელებთ გამოშვებას. მართველი გუნდის შეფასებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება პირდაპირ მინიშნება მიმდინარე პროცესებში ოპოზიციის ნეგატიურ როლზე. სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობასთან და ოპოზიციასთან შეხვედრები შეაჯამა. მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს. ბოიკოტს შეცდომას უწოდებს გრიგოლ გეგელია, რომელიც იმ პარტიას წარმოადგენს, რომელმაც საპარლამენტო საქმიანობაზე უარი თქვა. ნაციონალურ მოძრაობაში კი აცხადებენ, რომ ახლა წარსულზე ლაპარაკის დრო არ არის. ბოიკოტი და არჩევზე უარის თქვა ვერ იქნება სწორი გზა წინ იმისათვის, რომ რეჟიმი დამარცხდეს და რასაკვირველია ეს არის სწორედ ის, რასაც აკეთებს და ამბობს ლელო უკვე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. შესაბამისად ჩვენ მივესალმებით სახელმწიფო დეპარტამენტის ამ პოზიციას, რომელიც ძალიან მკაფიოდ შავით თეთრზე ამბობს,
რომ პოლიტიკური მონაწილეობა, პოლიტიკური ბრძოლის ყველა ბერკეტის გამოყენება, მათ შორის არჩევნებში მონაწილეობა და არჩევნების გამოყენება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ამერიკის პრიორიტეტი არის სრულიად მკაფიო. საქართველოს ჭირდება სტაბილური პოლიტიკური ინსტიტუტები, რაც გულისხმობს არჩევნებში მონაწილეობასაც და რა თქმა უნდა წარმომადგენლობის პრინციპის დაცვასაც. ოპოზიციის ნაწილში დელეგაციის განცხადება გულისხმობს, რომ პოლიტიკურმა ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს ინსტიტუციონალიზაციის რესურსი იმისათვის, რომ უკეთესად წარმოადგინოს ოპოზიციური სპექტრის, ოპოზიციური ელექტორატის ინტერესები, მანდატების აღდგენას ვერავინ ვერ მოახდენს და ვერ ცვლილებების განხორციელებას და მათ შორის კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელებას. ეს აბსურდია, ხო? არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომ პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა დაიწყოს. რა თქმა უნდა, ეს არის ანაბანა ყველა ჯანსაღად სწორად მოაზროვნე და რაც თავარია პატრიოტი პოლიტიკური ძალების, რომ მათ პატივისცენ კონსტიტუციურ წესწყობილებას, პატივისცენ საკუთარ ამომრჩეველს და როდესაც ამომრჩეველი მათ დაავალებს კონკრეტულ პოლიტიკურ საქმიანობას მანდატების სახით და იქ კი არ დახიონ და ქუჩაში კი არ გავიდნენ და ქუჩაში კი არ გადაიტანონ ეს რადიკალიზაციის პროცესი, არამედ კონსტრუქციულ ჩარჩოებში საპარლამენტო კედლებში მოაქციონ ეს პროცესი. ყველა ვინც ამ ჩარჩოს გადის ის აღარ არის პოლიტიკური პარტია, ის არის ჩვეულებრივი რადიკალური დაჯგუფება და ამ ვიზიტის ფარგლებშიც აღნიშნულმა დელეგაციამ სწორედ ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო განცხადებები გააკეთა. ვისაც გაგონება უნდა, მან უნდა გაიგოს და ვისაც არ უნდა, ესეც ნათელი გზავნილი იქნება მათ შორის ამერიკელებისთვისაც. ურთიერთბრალდებები და დაპირისპირება ოპოზიციაში უკვე მწვავე ფაზაშია. მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა მელიას შორის დაწყებულ დაპირისპირებაში მათივე პარტიის წევრები ჩაერთნენ. ნაციონალური მოძრაობა მათსავე ყოფილ თავმჯდომარეს სააკაშვილთან მიმართებით თავშეკავებისა და ძველი ტრავმების დავიწყებისკენ მოუწოდებს. მიხეილ სააკაშვილი არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი. მოუწოდებ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, რომ ამ ფაქტორიდან გამომდინარე ვიხემძღვანელოთ ქვეყნის საერთო ინტერესებიდან და წარსულის ტრავმებით ვიხემძღვანელებთ დღევანდელ ბრძოლაში. ამ ადამიანების ერთადერთი ფუნქცია დღეს ქვეყანაში, რაც დარჩა, ეს არის სეირის ჩატარება და მეორე ამის ყურება, სხვა ფუნქცია მათ აღარ აქვს. მათი განცხადებება დარჩება, ბუნებრივია, მათ აღარ აქვთ არანაირი შესაძლებლობა იმის, რომ კონკრეტული ქმედებები განახორციელონ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და აკეთებენ ესეთ განცხადებებს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ საზოგადოება გაამხიარებონ. ბიზნია ივანიშვილის მორიგი ქველმოქმედება, რომელსაც ოპოზიციის მხრიდან ისევ სპეკულაციები და დეზინფორმაცია მოჰყვა. საქველმოქმედო ფონდ ქართლსა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის შეთანხმება შედგა, რომლის თანახმად ციცინათელას პარკთან მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეფესე აკვაცენტრისგან შეიძინა ფონდმა ქართლმა და იგი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. ეს ტერიტორია არსებულ გასართობ სივრცეს შეუერთდება, შედეგად კი შეიქმნება ერთიანი მასშტაბური ტურისტული კომპლექსი. ამ ტერიტორიაზე სტარინგ ჯორჯია საქართველოში ყველაზე დიდ დინოპარკს დინოტოპიას გახსნის. ჩვენ მოგმართა სახელმწიფო ორგანიზაციამ სტარინგ ჯორჯია, მათ აქვთ საინტერესო პროექტი, კონკრეტულად ეგრეთ წოდებული დინოტოპიის ტიპის პარკის მოწყობის პროექტი. მოეწონათ მიწის ნაკვეთი, რომელიც ეკუთვნოდა ჩვენს სტრუქტურაში შემოვალ ერთ-ერთ ორგანიზაციას და გადაწყდა ამ ნაკვეთის გადაცემა სახელმწიფოზე. გამოვისყიდეთ ეს მიწის ნაკვეთი და შემდგომში ვაჩუქეთ სახელმწიფოს. ეს არის ქველმოქმედება, არის საჩუქარი, რაც ფონდმა გაუკეთა სახელმწიფოს. ფოტოშორის სიუჟეტებში იმდენად არაპროფესიონალურად და იმდენად ასე ვთქვათ, აბსურდული იყო ყველაფერი, რომ გაათმაგეს ტერიტორია. ნულების დათვლაც არ იციან. 2.7 გექტარი იყო ეს ნაკვეთი და არა 27 გექტარი, რაც გაჟღერდა. მაგრამ ეს ზოგადად ეს ძალით ჰიპერტროფირება და გაბუქება ყველაფრის, ეს ასე ვთქვათ, სავიზიტო ბარათია შესაბამისი მედიების. მიწის ნაკვეთის ღირებულება არის 1.300.000 ლარი, რაც ფონდმა გადაუხადა შეფესე აკვაცენტრს, ვის საკუთრებაშიც იყო ეს მიწის ნაკვეთი, ხოლო შემდგომში ფონდმა აჩუქა ეს მიწა სახელმწიფოს. ეს მხოლოდ არის პოზიტიური და რადგანაც პოზიტიურია და რადგანაც ეს არის მხოლოდ დადებითი ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით და პირველ რიგში რა თქმა უნდა მოსახლეობისათვის, ამ ყველაფერს სუჭყვიდან გადაყავს კოლექტიური ნაცმოძრაობა. ფოლის გადატრებასთან დაკავშირებული ტყუილები და უბრალოდ სრუპენტელობა ისეთივე სიმართლეა, როგორც მაგალითად საუბრობენ, რომ დენდროლოგიურ პარკში ადამიანები ვერ შეძლებენ უფასოდ შესვლას. ხედავთ, რომ დენდროლოგიური პარკიც არის ამშვენებული, შესაძლებელია რომ ნებისმიერ
რეკრეაციულ სივრცით თავისუფლად ისარგებლოს და რაც თავარია უფასოდ, რაც კარგია ამ ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, ეს არის უარყოფითი კოლექტიური ნაწმოძრაობისთვის და ამ ბოლოების ընთხევას ხედავთ ჩვენ მათივე მართული ტელევიზიებისგან. საპარლამენტო დელეგაციამ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ხელმძღვანელობით კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები კანადის პარლამენტისა და სენატის კომიტეტების ხელმძღვანელებთან გამართა. მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა კანადის სენატის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარესთან და თავმჯდომარის მოადგილესთან. განიხილეს გეოპოლიტიკური გამოწვევები, რეგიონული უსაფრთხოება და ეკონომიკური პარტნიორობა. საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს ეხმიანება კანადის სენატის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარე. ჩემს კარგ კოლეგასთან პიტერ ჰარდერთან ერთად შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ხელმძღვანელობდა. განვიხილეთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრების მისწრაფებები, გეოპოლიტიკური ასპექტები, საქართველოს რთულ რეგიონში მდებარეობს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გაყინული კონფლიქტები და რუსეთის საერთო გავლენა. საქართველოსთან ეს იყო პირველი საპარლამენტო ვიზიტი და დიდი იმედი არსებობს კანადასთან უფრო მჭიდრო სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების შესახებ. პრემიერ-მინისტრი აკეთებს ახლა მედიასთან კომენტარს, პირდაპირ ეთერში ვრთავთ ირაკლი კობახიძეს. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ისტორიული პროექტი გავხსენეთ, ეს არის ბაქო-თბილისი ღარსის რკინიგზის პროექტი. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, დაკავშირებადობის კუთხით ჩვენი შესაძლებლობების განვითარებას და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა და ეს პროექტიც არის იმის საუკეთესო გამოხატულება, თუ რამდენად მჭიდროდ თანამშრომლობთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან. რა თქმა უნდა, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდეს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დღევანდელი დღე არის ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო გამოხატულება. ბატაირები მინდა გითხრათ სამთავრობო ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც უკვე პარლამენტშია, რომ გითხრათ რა არის ის ძირითადი აქცენტები, რაზეც ყურადღება გამოხმაურდა თუ როგორ სრულდება სამთავრობო პროგრამა. ტრადიციულად ჩვენი ანგარიში მოიცავს ქვეყნის განვითარების აბსოლუტურად ყველა მიმართულებას. ეს არის, რა თქმა უნდა, ეკონომიკის საკითხები, ეს არის სოციალური საკითხები, ეს არის საგარეო პოლიტიკური თემები, ჯანდაცვა, განათლება და ეს შემდეგ. არის სრულფასოვანი ანგარიში, რომელიც მოიცავს აბსოლუტურად ყველა დარგს, ყველა მიმართულებას და რა თქმა უნდა, ამაზე უშუალოდ გვექნება საუბარი პარლამენტში, როდესაც უკვე მე პირადად წარსდგები პარლამენტარების წინაშე ივნისის ბოლოს შედგება ანგარიშის ეპირი მოსმენა და ველოდებით საინტერესო დისკუსიას. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, მათ კონდეთ შეხვედრა თქვენთან, ასევე ოპოზიციასთან, თუმცა თქვენმა ოპონენტებმა არ თქვეს ის მთავარი გზავნილი, თუ რაც ჰქონდა ამერიკულ მხარეს, რომ მათ მანდატები უნდა გამოიყენონ. და დამალეს ეს ინფორმაცია. ეს რა გზავნილია შტატებიდან ოპოზიციისთვის? ზოგადად მოხარული ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული, მათ შორის მიდგომა ამ საკითხების, ამგვარი საკითხების მიმართ არის განსხვავებული. თქვენ იცით, რომ წინა ადმინისტრაცია პირიქით ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით. ეს ხდებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2024 წლის არჩევნებისთვისაც ასე შეამზადეს პროცესები და საბოლოო ჯამში ამან გამოიწვია ის, რომ ერთ შემთხვევაში დაგჭირდა მთელი მოლაპარაკებები, დაგჭირდა შეთანხმების ხელმოწერა და ამის შემდეგაც კი არ შემოდიოდა ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში და 2024 წელს 4-დან 3 გარდაუვალი პარტია არ შემოვიდა პარლამენტში. ამას პირდაპირ უწყობდა ხელს წინა ადმინისტრაცია. მოხარული ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული. ზოგადად, რა თქმა უნდა, ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს საკუთარი ამორჩევლის არჩევანს, ამორჩევლის მიერ მიკუთვნებულ მანდატს, რაც არ გააკეთა წინა შემთხვევებში ოპოზიციამ და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს იყო მაშინდელი ამერიკული ადმინისტრაციის უშუალო ჩარევის შედეგი და ეს იყო ევროპული ბიუროკრატიის უშუალო ჩარევის შედეგი, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, როგორც 2020 წელს, ისე 2024 წელს. მოხარული ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული. У меня есть тоже вопрос, если можно. მიმართაც ამ განცხადებაში ხელისუფლების მიმართ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ელოდება საქართველოს მთავრობასთან ისეთ თანამშრომლობას, რომელიც სრულად აამოქმედებს ორ ქვეყანას შორის არსებულ პოტენციალს. რა მოლოდინი გაქვს ამ მიმართულებთან ნაბიჯები შეიძლება გადაგაიღოს? ზოგადად საინტერესო საუბარი ქონდა ვიზიტის ფარგლებში. ჩვენი მიდგომა ისეთ, როგორც არის, ჩვენ გვაქვს
გაცხადებული პოზიცია იმის შესახებ, რომ მზად ვართ სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განვახილოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს არის სურვილი ჩვენ მხრიდან საჯაროდ გამოხატული და ერთი მთავარი მიდგომა, რასაც ასევე ხაზს გავუსვამ, არის ის, რომ ეს ურთიერთობები და ურთიერთობების განახლება გადატვირთვა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის პრინციპს. ერთი მთავარი საკითხი, რაც ხელს უშლიდა ურთიერთობების გაჯანსაღებას ორ ქვეყანას შორის და პირიქით აუარესებდა ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის, იყო სწორედ უსამართლობა, წინა ადმინისტრაციის უსამართლობა, რაც გააფუჭა უსამართლობამ, ის შეიძლება გაასწოროს მხოლოდ სამართლიანმა მიდგომამ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულმა ურთიერთობებმა. ეს არის ჩვენი მოწოდება, რა თქმა უნდა, ჩვენი ამერიკელი კოლეგების მიმართ. Господин Бабахин, можно один вопрос хотя бы задать отделобреве? В общем, вы тоже люди. Ну, გერმანული ხელისუფლების ეს აბიჯები მე ვიტყოდი არის არასერიოზული, ისეთივე არასერიოზული როგორც არის გერმანიის ელჩი საქართველოში. და მისი ქმედებები ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი თან საქმე ეხება გერმანიას, რომელიც ისტორიულად გამოირჩეოდა როგორც პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო. ეს პრინციპები სადღაც გაქრა, რაც არის ძალიან დასანანი და ძალიან სამწუხარო. ვებგვერდზეც კი რო ვერ ახერხებენ ინფორმაციის განახლებას, ეს უკვე სრულიად არასერიოზულია, აღარაფერს ვამბობ, რა თქმა უნდა, ერთ სხვა ქმედებაზე და ელჩისთვის შეხვედრის არჩევნიც არის, რა თქმა უნდა, ამის მორიგი გამოხატული. მოქმედებაზე, რომელიც არის რეალურად საფუძველი კიდევ ერთხელ ოპოზიციის განკრული სპეკულაციების, რატომ შეიძლება რომ ის არ მოსწონდეს ახალი პარტიის გაშენება ეს მოქმედება, იმიტომ რომ უკვე ვისმენთ ამაზე კრიტიკულ განცხადებებს და absolუტურად დეზინფორმაციას. ნუ ეს არ არის პირველი შემთხვევა, თქვენ იცით რომ არაერთი ასეთი ობიექტი შექმნა ბატონმა ვიძინაევანიშვილმა და შემდეგ გადასცა სახელმწიფოს და ყოველ ჯერზე ასეთი ფილმოქმედების ფონზეც კი ოპოზიცია ახერხებს ხოლმე სპეკულირებას, რაც ნუ მათ სახეზე მეტყველებს, თუმცა ნუ საბოლოო ჯამში თქვენ ხედავთ რომ ამით ისინი ვერაფერს აღწევენ, გარდა იმისა რომ ისევ და ისევ საზოგადოების თვალში ხდება მათი დისკრედიტაცია. ბატონეირა მინდა თქვა გერმანიის დაკავშირებით პიტერ ფიშერმა ერთ ინტერვიუში თქვა რომ მისი ინფორმაციით ქართულ ხალხს არ სურს იყოს არც თურქი, არც ირანელი, არც აზერბაიჯანელი. მისი შეფასება ქსენოფობიურ გზავნილად შეფასდა უკვე თქვენ რა სიტყვით ამ გზავნილზე და ზოგადად მის პოლიტიკაზე. ნუ ძალიან მარტივად რო ვთქვათ, აშკარად აჭრილია ბატონი ფიშერი. სხვა სამას ვერაფერს დავარქმევთ, იმდენად არასერიოზული არის ყოველ ჯერზე მისი ახალ-ახალი განცხადებები, რომ ამ ყველაფრის სერიოზულად შეფასება მე მგონია არასწორია, სამწუხაროა, დასანანია. თან საუბრობს ჩვენს მეგობარ ქვეყნებზე, მეგობარ ხალხებზე და როდესაც საბოლოო ჯამში გამოდის, რომ მათ რაღაცნაირად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს, ნუ არ ვიცი ეს არანაირ დადებით და ასე ვთქვათ, სერიოზულ შეფასებას არ მისახავს. ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე მდგომარეობაზეც მინდა კითხოთ, კვლავ დაპირისპირება მათ შორის მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა მელიას შორისაც, აი რა მდგომარეობაში აღმოჩნდა ეს ალიანსი? ნუ ასეთი დაპირისპირებები არის სისუსტის გამოვლინება. ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული. ყველა თვალსაზრისით თქვენ იცით რომ მათ არ აქვთ ხალხის ნდობა, ინსტიტუციურად ისინი არიან აბსოლუტურად დასუსტებულები, პარტიულად საერთოდ არაფერს არ მოადგენენ. ასეთ ფონზე, ასეთი საერთო სისუსტის ფონზე, რა თქმა უნდა, ეს დაპირისპირებები არის აბსოლუტურად ლოგიკური, არის პერსონალური დაპირისპირებები. ნუ არ ვიცი, ჩვენ ამას რა თქმა უნდა შორიდან ვადევნებთ თალყურს ქართული დემოკრატიის გაჯანსაღებისთვის და დემოკრატიული სისტემის საბოლოო ჩამოყალიბებისთვის ეს პროცესები არის ძალიან კარგი, ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ აუცილებლად ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ იმ სარჩელს, რომელიც არის შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში და აუცილებლად განსაკუთრებული გულისხმობით წარუდგენთ ამ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე. Один вопрос касательно Армении. Вовлеченность Армении. ელექტროენერგიის ხარვეზის მიეწოდება პარალელურად ზიანდება ქვეყნის ენერგორესურსი, სახელმწიფო ამ უკანონო ბიზნესის წინააღმდეგ მესტიაში განრიცხვევიანებას იწყებს და საჭირო მაქსიმუმზე ზევით გამოყენებულ ელექტროენერგიაზე დაწესება ტარიფი. რამდენად მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება და რამდენად დიდია პრობლემა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება გახდა საჭირო?
რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი მოწესრიგდეს ქვეყანაში, მათ შორის ელექტროენერგიის მოხმარება, ეს ის მუნიციპალიტეტში ციფრებზეც იყო საუბარი, როგორც აღინიშნა დღეისათვის წლიური მოხმარება ვესტის მუნიციპალიტეტში არის 133 მილიონი კილოვატ-საათი, როცა მსგავსი მუნიციპალიტეტის მოხმარება არის 7 მაქსიმუმ 10 მილიონი კილოვატ-საათი. რა თქმა უნდა ეს უნდა შეიცვალოს და უნდა დამკვიდრდეს სწორ პრინციპებზე დაფუძნებული მოხმარების სისტემა და ამას უზრუნველყოფს გამოსხელიანება, რაც დაიწყება უახლოეს მომავალში, როგორც ჩვენ დავანაცხდით. ეს საქართველოს პროკურატურისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლინდა ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომ თქვათ ამ მიმართულებითაც რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის თანამშრომლობები სწორედ ორგანიზებულ დანაშაულებთან ბრძოლის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა ჩვენ ყველანაირად მზად ვართ, რომ მომავალშიც განავითაროთ ამ ტიპის თანამშრომლობა, ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება წარმატებით ვითანამშრომლოთ კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებზე. მადლობა მინდა გადავხადო ყველას, ვინც იყო ჩართული ამ საქმის გამოძიებაში, მათ შორის ჩვენი პროკურატურის წარმომადგენლებს. Მომავალშიც, როგორც უკვე ვთქვი, მზად ვართ ასეთ თანამშრომლობისთვის. Касательно вовлеченности Армении в проект БТК, как вы можете комментировать? Может ли Армения вступить вот в этот союз и также использовать БТК, как и остальные страны, которые, например, вовлечены в этот проект? როდესაც საუბრობთ საქართველოში დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაზე, რა თქმა უნდა, აქ სომხეთს ენიჭება ძალიან დიდი მნიშვნელობა და ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად გავაღრმავოთ ჩვენ სომეხ მეგობრებთან ურთიერთობები, პარტნიორობა, მათ შორის სატრანზიტო ფუნქციის განვითარების კუთხით, ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური აქტიურობა ამ მიმართულებით. მადლობა. პირდაპირ ეთერში ვუსმენდით პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს. ქრონიკაში ახლა რეკლამის დროა, რამდენიმე წუთში დავბრუნდებით.